ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა, ეს არის ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და მოდით ერთად გავიცნოთ შოუ ბიზნესის სიახლეებს. აგვისტოში იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით პატარა, მაგრამ ძალიან კარგი მომღერალი ზუკა ხუციშვილი წარსდგება. როგორც ინფორმატორისთვის გახდა ცნობილი, ზუკა ორ ახალ სიმღერას წერს იტალიურად. თუმცა შეიძლება ზუკამ იტალიაში ქართულადაც კი იმღეროს. მოკლედ ნახოთ სიუჟეტი. Come fa la neve sole senza parole via non si scioglierse come fa la neve sole senza parole დღეს სანო სტუდიაში მევიწერო ორ ძველ იტალიურ სიმღერას ერთს ქვია ნინა და მეორეს კიდე ამორე mio და მე ამას მომზადებ, მგზავრები იტალიაში 27 აგვისტოს და იმედია მოვაწონებ თავს ყველას. და შეიძლება კიდე რაღაცა ქართული სიმღერა ვიმღერო. ეს იტალიურად და თქვენი მღერად ქართულად. როგორც ნასა ახალი იდეა საფოსტო თქვით გამოვაცხადოთ. Come vorrei amore mio, come vorrei che quest'amore che vai via e non amarti quando non voltare mare senza cadere non avere gelosia. მე ვიმღერებ ცოცხლად და ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ იქ ხوار არ მიჩვეული რანაირი მიკროფონები, რანაირი ორკესტრი და anche la luna gliel'ho chiesto non ci sta non vuole più starmi vicino. ნამდვილად არ გამიჭირდა, იმიტომ რომ მე ინგლისურს სწავლობ და ცოტა გავს. ეხა იმდენივე ვიმეცადინე, რომ ალბათ უკვე ვიცი იტალიური. ქართველებმა ხომ მაგალითად როგორ დაუგარით ჩვენ ჩვენ ვიცით ესე დაუგარი რა. შეიძლება ითქვას თიკა ჯამბურიას დასთან ერთად იზრდება მისი რეპერტუარიც. ახლა ის თინეიჯერულ სიმღერაზე მუშაობს მაესტროს ხმისჩამწერ სტუდიაში. ახალი სიმღერა ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის და შევა თიკას ალბომში. სხვათა შორის თიკას უკვე რამოდენიმე სიმღერა აქვს მზად ახალი ალბომისთვის. დაღამდება, გათენდება, მე შენი სიტყვები ისევ მახსენდება. არა. და ჩუმად ფიქრებში მიმალული მელოდია შემსულშიც ამღერდება. ახლა გადავიღე რუსამორჩელის სიმღერაზე კლიპი, რომელიც გადაიღო ირაკლი ნინიძემ. ძალიან ლამაზი კლიპი გამოდის და სულ რაღაც 3 დღეში იქნება მზად. ასევე ჩავწერე ავთოვაძუაშვილის სახელის სიმღერა და ეხლა წერ ლილიკო ნემსაძის სახელის სიმღერას, არის ირინა სანიკიძის ტექსტი და ძალიან კარგი სიმღერა არის. და სულ საერთოდ განსხვავებულია ჩემი რეპერტუარიდან. უფრო ესეთი თინეიჯერული სიმღერები ჩავწერე. თიკა. მესამე კიდევ ერთხელ. Давай, თიკა, ორი ტრეკი, давай. კაია. სიტყვები ისე მახსენდება. დაჭუმა. ეხლა მესამე ალბომის, არა, მეორე ალბომზე მუშაობ უკვე ამ თინეიჯერული სიმღერების ალბომზე და რაღაც 4 სიმღერა ჩავწერე უკვე. მახსენდება. დაჭუმა ფიქრებში მიმალული მელოდია ჩემსულში წამღერდება. ცოტა გააფუჭი ის მეორე. მელოდია ეს კაია და გავასწოროთ მეორე. ჩემსულში წამღერდება. ჩემსულში წამღერდება. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ აი ეს რამოდენიმე სიმღერა ერთი თვის განმავლობაში რაც შევწერეთ მე და თიკამ, ეს არის ერთი რუსიკო მორჩველაძის სიმღერა, მეორე არის ბადუაშვილის და მესამე არის
ეს ლილიკოს სიმღერა საერთოდ თიკას შემოქმედებიდან განსხვავდება. იმდენად რამდენადაც ის არის ძალიან სერიოზული სიმღერები, ანუ ქართული კლასიკა, რომელსაც აბსოლუტურად სხვა დატვირთვა ჰქონდა. ეს გამოვა ცალკე ალბომი თიკასი, ასე ქართული კლასიკა და ეს მეორე ალბომისთვის მზადდება ეს ყველაფერი. ეს სიმღერები უფრო სწორად, რომელიც არის უფრო დღეს რაც უყვარს ქართულ მსმენელს. ანუ უფრო თავისუფალი სიმღერა, უფრო ადვილად მისაღები მსმენელისთვის. დაღამდება, გათენდება, მე შენი სიტყვები ისევ მახსენდება. ალბათ მალე ნატო ბუკა ჯაბა და ჩვენ წავალთ ერთად სადმე სხვას. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.